პირველად მზე რო ამოდის ვიწერ პიჯვარსა მერთო მიშველად ენეხმარე მეთქი და თილიან საქალოს მეთქი დაეხმარე და უშველი მეთქი ცისკრის ბასკვლელი ამოდის იმას გავსქერ და მამრე ძაღლები ტოტია რო არინ გაბრაზე ტოტია ვაკა ჰა წაგიყვან ცხორში წაგიყვან კიდევ წაგიყვან კარგი ძაღლი ხარ შენ ეს ძაღლი არის ყაზბეგური მოხეული მეცხოვრული მე მივყე მეძაღლეობასა მინდა რომ შევინარჩუნო ეს უნიკალური ჯიში ჩემი мама ჩემი პაპა სულ მეცხოვრები იყვნენ და მე 6 წლის ავიყავ ეგე პირველად გამიშვეს ცხვარში მთაში დავდიოდით 100 ცხორს ვდეთ მე წელს ცხვარსა და იქიდანაც ძაღლი ლეკვი იქიდან შემიყურო თელი ჩემი ცხორი სადღაც 500 ძაღლი მომრავლებული 5 რაიონი გადიოდა ყაზბეგის რაიონიდან დაღესტანში და ერთა აი ეს არის რაიც ძველი სისხლები იყო რაიც ჩემ мама პაპას ყვანდა რაიც 5 რაიონს ყვანდა ყაზბეგი ლენინგორი ჯავაი თემი და მთიულეთი იმ 5 რაიონსა უნდა ცხრის დაცვა მგლისაგან დათვისაგან და ეს ძაღლები მუშაობდნენ იქ ესენი იყვნენ მუშა ძაღლები რაიც შემორჩენილ დღესდღეობით საქართველოში აი ძაღლი ფარისფასიაო ფარისფასიო მებრძოლი ჯიში აქვს თავად იცის უყელაფერი უნდა გაზადა ლეკობიდანა მიხვება მისდეს მოდეს ხვარსა მოვალის დათვი მგელი თავად იცის თავისათქმე ქართული ძაღლია ნახდი აი როგორი შუბლი აქვს აი ეს ლაშები არ აქვს შემოძაბული მაგარი ერთგულებია პატრონს არავის არ დააჩაგრინეს თუ ვიღას შენ ხელი შეგახადა რაღაცა პირდაპირ მოვა ვერ ლაპარაკობენ დანარჩენი უყელაფერიციან ხაზენეყენა ცხარი მოვიდა დათვი რო გახვნენ ეს ძაღლები ამ დათვსა რაღაცნაირად დათვი ჩემგე წამოვიდა ღრიალითა რო შავხედე უკან ბელი ხმანდა თურმე მე მოვხვდი დათვა და ბელ შორისა მე ძაღლმა თავი გასწირა ჩემზე არ მოუშვა დათვი შენზე რო დათვი მადის და ძაღლი წინ გიდგება რა იმას ვერ გასწყვეტ რა ყველაზე რთული ეგ არის რომ როცა შენი ძაღლი სუნდა შენ გემსახურა ეგე და 10 წელზე მეტი ვერ ცოცხლობს ეგე და შენი სივაძე ცოცხლობს და ისინი აღარ ყონა გვერდზე სალამ ცოცხალი ვარ უნდა ვიხედა და მამრე არ ვიცი ვინ გააგრძელებს ვიღაც მინდა ეგეთი რომ მართლა გააგრძელოს ვისაც მართლა ქართული და პატრიოტიზმი არა რომ ქართველი ვიღაც იყოს რომ გააგრძელოს რა ეს საქმე მე მინდა რომ საქართველოს შეუნარჩუნო ეს უნიკალური ჯიში რომელიც არსებობს საქართველოში და ბოლომდე მინდა რომ იყოს რა